მოგესალმებით, ლაგაძე და დოლოსპორტ ჯორჯიას YouTube არხზე, ბაიბით ჯორჯიასთან ერთად ახალ საფეხბურთო სერიას ვიწყებთ. მუნდიალის ფინალამდე 3 პოდკასტს შემოგთავაზებთ, სადაც ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე, განვლილ მატჩებზე, გავაკეთებთ პროგნოზებს და ჩემი აზრით იმ საინტერესო თემებს შევეხებით, რომელიც აქტუალური არის. დღეს თქვენთან ერთად ვიქნები მე ლაშა ქოქიაშვილი და ასევე ჩვენთან ერთად იქნება სანდრო სანაძეც. გამარჯობა სანდრო. გამარჯობა ლაშა. ვფიქრობ საინტერესო პროექტი იქნება, საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ და თან უკვე ისეთ პერიოდში შედის მუნდიალი, რომ სასაუბრო თემებიც არ გამოგველევა და მაყურებელსაც აინტერესებს თუ როგორ წარიმართება ესა თუ ის მატჩი, ვინ გახდება ჩემპიონი, კიდევ რა სენსაციები გოლდება წინ და ასე შემდეგ. უკვე მეორე ფინალებიც დასრულდა, მგონი ბევრი საინტერესო მატჩი იყო და კარგი იქნება ამ თემების განხილვა და ხალხის აზრის რა თქმა უნდა მე რო დაფიქსირდეს. კი ბატონო და სანამ უშუალო თემებზე გადავალთ, აუცილებლად უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ორი ძალიან საინტერესო გათამაშება გვაქვს და ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოთ. აღწერაში ლინკებსაც დავწერთ და გაეცნობით ინფორმაციას, ასევე ლაგაძე და ჯიზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ და იქაც იხილავთ სრულ აღწერას რა როგორ და რანაირად აუცილებლად უნდა ჩაერთოთ, იმიტომ რომ კარგი პრიზები გვაქვს და თუ მოიგებენ რატომაც არა ხო? მოკლედ, სასაუბრო თავიდანვე ჩემი აზრით მესი და არგენტინა ხო სანდრო? თან გუშინ იყო ცხელი ამბავი არის. რამდენიმე საათი არის გასული? ძალიან ემოციური თამაში იყო. მგონი ნეიტრალური ფეხბურთის გულშემატკივრისთვის და განსაკუთრებით არგენტინის ფანებისთვის საერთოდ ხო? გენიალური არის ეს ადამიანი 39 წლის ასაკშიც ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ეს დარიგით არ უნდა აკეთებს ეს ადამიანი ამ ყველაფერს. 3 წლის წინ რომ ამერიკაში წავიდა, წესით ეგეთ რაღაცებს ფიზიკურად ვეღარ უნდა აკეთებდეს, მაგრამ სოლოზე მიყავს ნაკრები ჩემი აზრით და ამაში დიდი ალბათობით არგენტინის გულშემატკივრების დაგვეთანხმებიან, იმიტომ რომ მესიმ პენალტი რო გააფუჭა, რაღაც ძალიან გადამწყვეტი მომენტი იყო, ხო, ბევრი ვერც იფიქრებდა საერთოდ რომ დააკამბექებდა არგენტინა. ამის მიუხედავად ადგა, მე საგოლი გადაცემა გააკეთა, მე რა გოლი გაიტანა და ბოლო გოლზეც ლაუტარო მარტინესი კადრში კარგად ჩანს, როგორ ეუბნება რომ ლაუტარო მარტინესი გაკეთეს პასი და შემდეგ ლაუტაროს პასი და ენცოს გოლი. ან თავიდან ბოლომდე გუნდი არის მესი. დაახლოებით რამდენ 15 წუთი რჩებოდა არგენტინის გამოვარდნამდე და უცებ 15 წუთში გადაწყდა ყველაფერი, გადაწყვიტა ესე ვთქვათ. მართლა გეგმა შენ ანუ რომ 90 წუთში მოასწევდა. შეტევებს მიმდინარეობდა რომ სხვადასხვის აი მეგონა რომ არა ვეღარ გაიტანა, ვეღარ შეძლებენ დაკამბექებას, მაგრამ აი პირველი გოლი გაიტანეს თუ არა. ანუ ისეთი მუხტი მიიღო ნაკრებმა, რომ აი მან უკვე ვიფიქრე, რომ აი ეხა უეჭველი მეორე გოლის გავა და გადატეხავენ თამაშს რა. მან რატომაც აი დარწმუნებული ვიყავი მე და უკვე ველოდებოდი, რომ აი რომელ შეტევაში გაიტანა და უკვე არგენტინა მეორე გოლს რა. და მესი იქით იყოს და ერთი საუცილებლად სათქმელია ჩემი აზრით წესი დამეთანხმები, რომ როგორ გაუჭირდათ ცოტა სუზგუნდებთან თამაში ხო არგენტინას. კაპოვერდე იყო. ამ სოფიოზე ისე გამოვიდა, რომ ყოველს გვეგონა რომ ძალიან ბევრი სუსტი ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეგეთმა სუსტმა ნაკრებებმა ძალიან რთული თამაშები გაუკეთეს ტოპ გუნდებს რა და მაგით ვფიქრობ, სანამ დავიწყებდით, მაგრამ ხო ვისაუბრეთ კიდევაც, რომ ბოლო წლების, ანუ ბოლო მუნდიალებში, რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული მუნდიალია. დასაწყისისთვის ხო იყო ბევრი საუბრები, რომ 48 ნაკრებამდე რომ გაიზარდა რაოდენობა, ბევრი ამბობდა, რომ რაღაც ძალიან სუსტი ნაკრებები მოგროვდებიან, მაგრამ როგორც ჩვენ თქვი, მსგავსი არაფერი, ყველა ბოლომდე იბრძვის. და რამდენი ესეთ გულდასაწყვეტი მომენტი იყო, ხო, თუნდაც კაპოვერდე, ეგვიპტე და რამდენიმე სენეგალი და ესეთი ნაკრებები. სხვა სოფლიოსთან შედარებითაც ბევრი გოლებიც გადის რა და ეს აი ბომბარდირთა დავასვას რო შეხედო, ანუ 8-7, ანუ არც ამდენი გოლი ადრე 5 გოლიდან 6 გოლი წეროდნენ ბომბარდირების უხარდათ რომ რამდენი გოლი გაიტანაო და წარმოიდგინე ხა კლოზეს რეკორდი იყო 15, ხო? კი, და ეხლა გადაასწრე 16. ხო, 16 და წარმოიდგინე მესის თქვა აქ უკვე 8 გატანილი, ბაპეს ამას შეერდება ჰოლანდის საერთოდ და ნუ რა ვიცი ვინისიუსი გამოვარდა, მაგრამ ისის ბომბარდირთა დავაში იყო და მოკლედ ძალიან სანახაობრივი მუნდიალია ამას ვთვლი. ერთადერთი აი მე ეგ შეგრძნება რატომაც ძალიან მძაფრად არ მაქვს. აი სხვა მუნდიალებს ჩვენ დროისთვის ისეთ საათებში იყო თამაშები, რომ ყველა თამაშის ყურებას ახერხებდი და აი ხანდახან 3-ზე 5-ზე იყო თამაშები და რაღაც თამაშები გამომტოვე ვერ უყურე და აი ეგ შეგრძნება მაგიტო არ მაქვს, მაგრამ აი ეს ფინალური სტადიის თამაშები უკვე ცოტა ნორმალურ დროებში არის, კი. ნორმალურ დროებშიც არის და თან ისეთი თამაშებია უკვე უნდა უყურო რა. ხო, მოკლედ და ანუ არგენტინას და მესიზე ერთიც რო ვთქვათ, რომ ალბათ ერთ-ერთი გუნდია და ერთ-ერთი ფეხბურთელია ჩემი აზრით, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია. ანუ გულისხმობ იმას, რომ ესე სოლოზე რო ბოლომდე მიიყვანოს საქმე, საერთოდ არ გამოურიცხო.
შენ არ გეფიქრება ეგრე. არის თან მით უმეტეს ისე სტადიაზე არის რომ აქ ერთი თამაში თან რა მოხდება მომენტი და ერთი მაგისტრის მესი იდეალური ადამიანი არის და მოკლედ რავი ალბათ არ ჩვენს მაყურებელს არ უყვირს რომ მესი ესეთ გენიალურ რაღაცებს ჩადის იმიტომ რომ თელი ცხოვრება შეგვაჩვია და არც 39 წლის ასაკში უჭირს ამ ყოველფრის გაკეთება. ნუ ეგვიპტეს მაინც აპლოდისმენტები და მაინც ტოპ პერფორმანსია ჩვენ. მე საერთოდ არ ვსველდებოდი ეგვიპტე რომ ორ გოლს გაუტანდა საერთოდ მარმუში რო დავინახე სადაც არის გოლს კამზე სალახი უკვე ისედაც სულ ფორმაში ლივერპულში ძალიან გამიკვირდა და ნუ ყოჩახ. მომდენო მეტოქე იქნება შვეიცარია, რომელიც ასევე ღამა იყო მათ თამაში შვეიცარია. ამ თამაშზე მე ბევრს ვსაუბრობ, საერთოდ არ არის ისეთი თამაში იყო, აი თავიდან ვერ ვიტყობოდა რომ პენალტებით უნდა დასრულებული იყო და ამ ლატარიაში სხვადასხვაშორის მე არ მეგონა რომ შვეიცარია უნდა გავიდოდა თამაშიდან გამომდინარე არა უფრო სწორად უბრალოდ აფიშიდან გამომდინარე მეგონა რომ კოლუმბია მოუგებდა და არა ანუ თან გოლი რო არ გავიდოდა ეგრე არ მიფიქრიან რომ შვეიცარია ამ ჯგუფზე ყველა თამაშზე გოლი გაუშვა და პლეი-ოფში არც პირველ თამაშზე არ გაუშვა გოლი და არც მეორე თამაშზე ეს ცოტა უცნაურია ის არის ისე და მაგრამ ეს ჩემი აზრით არგენტინისთვის კოლუმბია უფრო უხერხული მეტოქეა იმიტომ რომ იცნობენ ერთმანეთს იქ კოპა ამერიკა ბევრჯერ უთამაშიათ იქ რაღაც მთელი თავის დაპირისპირებები აქვს და შვეიცარია ცოტა ახალი არის მარტივი თამაშია ალბათ ესე მაინც ვერ ვიტყვით მაგრამ გონია რომ კი ესე არგენტინა თავის საქმეს გააკეთებს და გავა უკვე ნახევარფინალში ნუ მერვე ფინალში ბევრი სხვა საინტერესო მატჩიც ვიხილეთ და ნუ ფავორიტების მომენტებიც ბევრი არა სანამ აგამდე მივალთ ჩემი აზრით აი ფავორიტების გამოყვეთ ანუ არგენტინაზე ვისაუბრეთ გინდა არ გინდა ფავორიტები არიან იმიტომ რომ მოქმედი ჩემპიონები არიან ჩემი აზრითაც როგორ იყო ისე აი სოფლიო რო იწყებოდა პირველი სამ ფავორიტს სახელებდი ყოველთვის იყო პირველი საფრანგეთი მეორე ესპანეთი და აი არგენტინა არ ჩამომიწერი არის მესამე ვარიანტად მქონდა არგენტინა სულია ჩამოწერო არგენტინა ჯერ ესეთი რომ რა ქვია წინა ჩემპიონი არგენტინა არის ამ ტიტულს იცავენ და არგენტინის ყველაზე დიდი პლუსი რაც არის ან ძალიან ერთიანად თამაშობენ და შეიძლება ნდურობა ეს სახელები ისეთი ვარსკვლავური არ იყოს როგორც საფრანგეთს ყავს მაგრამ ან თუნდაც ამ გუნდურობით და ერთიანობით და მესი ხო მესითი ამ ყველაფერს აკეთებენ რა ოკეი და მესისთვისაც აკეთებენ კიდე ამ ყველაფერს რა ზუსტად კი და ფავორიტი ეს ფავორიტები ფავორიტულად თამაშობენ ფაქტია საფრანგეთი ვახსენეთ და ჩემი აზრით მაინც ფავორიტები ამ მომენტამდე ფრანგები რჩებიან იმიტომ რომ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე საფრანგეთი და ყველა ფეხბურთელი თითოეულ პოზიციაზე ხო ეს იქნება სასტარტოს თუ სათად არის გოდა შემოსული ფეხბურთელი ყველანი არიან უმაღლესი დონის შემსრულებელი. ეს რა არის აი რო დავაკვირი რა საფრანგეთის თამაში ხო ძალიან ბევრი მაგარი ინდივიდუალისტი ყავს რა ანუ როგორც სასტარტოში სკამიდანაც ინდივიდუალურად მაგარი მოთამაშეები შემოდიან მაგრამ ოლისე თამაში ის არის რომ ანუ გუნდურადაც კარგად დაიწყეს თამაში რაც სხვადასხვის მაიეგმა ეჭვდა რომ აი როგორი თამაშებდნენ გუნდურად ერთად რა მაინც ამდენი ინდივიდუალისტი მაგრამ ამასაც კარგად ახერხებენ რა ბაპეზე იყო საუბრები დემბელეზე იყო საუბრები მაგრამ რა ყველა გავაუცეს სოფლიო ჩემპიონატის ბაპე არ ვიცი ალბათ სულ მაგრად თამაშობს რა მესამე სოფლიო ჩემპიონატია ბაპესთვის და სამივეს თამაშობს ძალიან მაგარ დონეზე 18 წლიდან დაიწყო და უმაღლეს დონეზე ითამაშებს ეს გამჩერებელი არის აუცილებლად და მაგრამ მაგ რეკორდებს სავარაუდოდ ბაპე გადაიბირებს საფრანგეთს ყავს შემდეგი მეტოქე მაროკო რომელიც ჩემი აზრით ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აი ტოპ 5 ან 6 ნაკრებში რო შედის უკვე შემადგენლობით დაწყებული ასევე გუნდის სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე მაროკო ითვლება ჩემეთ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად თავის ბრაიმ დიასებით თავისი საიბარებით და სხვა წამყვანი მაგრამ ძალიან დიდი ძალა დააკრება თორე საიბარი ახლა ვახსენე ზუსტად და ტრავმა მიიღო ისეთი რომ დიდი ალბათობით რომ რამდენიმე კვირას იუქმებს ისეთი და ნუ ეგ თან საფრანგეთთან დანაკლისი იყო ახლა მაროკოსთვის და თან აი ბოლო თამაშიც რო ავიღოთ ახლა მაროკოს კანადასთან იყო ხო და აი რეალურად 3-0 მოიგო. არ უნდა მოიგო ჩემი აზრით 3. მაგრამ აი 80 წუთამდე სანამ მეორე გოლი გაიტანა. უკვე აი შანსი კანადასაც ჰქონდა რომ გაეტანა და კანადას რამდენი მომენტი ჰქონდა იმახსოვრებ. ვერ ვიტყვით რომ აი ანგარიშო შეხედავს 3-0 რაღაც ცოტა დომინანტურ მოგებას გავს, მაგრამ ეგეთი არ იყო და ის ხარისხი არ იყო ალბათ რითიც საფრანგეთთან ალბათ შანსი გექნება. ხო, გეთანხმები კი. მაგრამ უკვე ისეთი სტადია რო ხო დამეთანხმები რომ ყველაფერი მოთამაშეს რომ თავის თავს გადააბიჯოს და უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს რა. მაგრამ მაინც ფავორიტად წარმოდგენით მაინც რთულია როგორ შეიძლება გააჩერო თუნდაც ესეთ ფორმაში მყოფი ოლისე, ესეთ ფორმაში მყოფი ბაპე, იქ დემბელე, ანუ
უბრალოდ ციყენებენ ბოლომდე ტურამი მატეტა ვიღაცა საერთოდ ვერ თამაშობენ იმიტომ რომ არ მგონია რომ პარაგვაიმ რაც იკადრა იგივე იკადროს მაროკომ და შესაბამისად შინელება იყო რაც საფრანგეთი გამოვიდეს და ერთი ან ორი გოლი ვერ გაგიტანოს ცოტა უჯერებენია ხო როგორც არ უნდა ჩაკეტო ხო და თან მაროკო ეგეთი გუნდი არ არის რომ ჩაკეტოს პირიქით მაროკო შემოგიდევს და ძალიან გახსნილ თამაშს ველოდები მე პირადად საინტერესო თამაში იქნება აუცილებლად. კიდევ ერთი ფავორიტი, რომელსაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ესპანეთი არის. რომელმაც პორტუგალიას მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ აჯობა და ალბათ ყველაზე გუნდური ნაკრები არის ესპანეთი. გეთანხმები, იმიტომ რომ აი რო შეხედო აი შეტევაში რა, უიერსაბალი, ბაინა, სხვა ძალიან სტარებს რო ცოტა ხანი თავი დავანებოთ, არ ყვირის ხო ეს სახელები. თუნდაც ისე როგორც პორტუგალიაში ბრუნო ფერნანდეში, ვიტინია, კრისტიანო რონალდო და სხვა ფეხბურთელები იყო. აქ ძალიან გუნდურობა ჩანს და ეს ლუის დე ლა ფუენტე ბოლოს 3 წელში რა სამუშაოც გასწია, არის აი ტოპ და ფაქტია რომ არ ვიცი, ძალიან კარგი გუნდი. რავი, ჯერ გოლი არ გაუშვიათ მუნდიალზე და რა ვიცი, ეს ისტორიული შედეგი არის, ხო? გარსია რატომ არ თამაშობსო და კაცმა უნაი სიმონი ჩააყენა. ფაქტია რომ გოლს არ უშევენ და გოლს არ უშევენ. კუბარს იყავთ გამოცდილი ლაპორტი, კუკურეიას ტოპ მუნდიალი აქვს იქ. იგივე რო თქვა, ანუ სახელებითაც კი ეს ბიჭები სახელიანი მოთამაშეები არიან, მაგრამ არა ის დონის სახელები თქვათ, რომლებმაც შეიძლება ესეთი შედეგები დავიღო, მაგრამ ისე კარგად ათამაშებს როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში. აი იდეალური გუნდი. ესპანეთის ნაკრებს რო რავი, ხა მართლა გოლი არ გაუშვა, ძალიან რთული არის, ხო? რაღაც შეიძლება რაღაც ბოლო-ბოლო შემთხვევით გაგივიდეს. ანუ ეგეთი მომენტიც არ ყოფილა, რომ ესპანეთი რაღაც მაგ პატარა შეცდომის გამო დასჭირდოს რა. ხო, მესიზე ვისაუბრეთ და ეხა პორტუგალია ვახსენე და უცბად კრისტიანო რონალდუზეს უნდა თქვა ერთი-ორი სიტყვა ძალიან უნდა და აშკარად რაღაც last dance იყო მისთვის ეს მუნდიალი ეხა ვერ ვიტყვით ახლოს იყო უკვე მე რო ფინალში გამოვარდა ხო პორტუგალია ჯგუფში რეალურად საკმაოდ ცუდად ითამაშეს და მოხდა ისეთ ბადეში საიდანაც გასვლა უკვე ბევრად გართულდა ხო იმიტომ რომ მე ვთვლი რომ საერთოდ პორტუგალიას ამ მუნდიალზე კარგი თამაში არ ჩაუტარებია რა ანუ უზბეკეთთან გასაგებია მაგრამ უზბეკეთის დონეც გასაგები არის რა ანუ დანარჩენ თამაშებში ნუ კაი თუ მივათვლით რომ აი კაი უზბეკეთთან თამაში პოზიტიური იყო და ნუ ანგარიშიდან გამომდინარე იქ რონალდომაც გაიტანა და კარგ თამაშს ჩავთვლით დანარჩენ თამაში პორტუგალია კარგი გუნდი არც ერთ თამაში არ ჩანდა რა სულ სხვა მოლოდინები მქონდა თუნდაც აი განსხვავება ეგ არის რა აი ჩემი აზრით პორტუგალიას არ აქვს ის რაც თუნდაც ესპანეთს აქვს, რაც არგენტინას ყველაზე მეტად რაც აქვს. რა ეს გუნდურობა და ერთიანად თამაში, ანუ მე სუის ჩაბეჭდილება მირჩევოდა, რომ გუნდი რაღაც ცალ-ცალკე თამაშობდა და ვფიქრობ ასევე რომ არის მწვრთნელის ფაქტორი, იმიტომ რომ რობერტო მარტინესი არის ჩემი თავი დამნაშავე ამ ყველაფერში. როცა დაინიშნა პორტუგალიის ნაკრებში რობერტო მარტინესი, აი მაშინვე უკვე ეს განცდა მქონდა, რომ ანუ ამასთან ერთად პროსტა ასრია. რა ხო აი როგორ ან ბელგიის იმ საოცარ ნაკრებსა საოცარ თაობასთან ოქროს თაობას რო ეძახდნენ და ვერაფერს რო არ რეალურად შედეგი არაფერი არ იყო მაგის ხო ამ პორტუგალიასთან მე ვფიქრობდი რომ გაუჭირდებოდა რა არ ვიტინია ჟოაუ ნევეშ ბრუნო ფერნანდეშ ბერნარდუ სილვას და ასეთ ფეხბურთელს მგონია რომ რაღაცა ვერ გამოიყენებ team chemistry რასაც ქვია რა რაღაცა წვეტა იყო რა მოთამაშეებს შორის რაღაც და ეს ალბათ რაღაც მომენტში უკვე მწვრთნელის დასალაგებელიც არის ხო ეს სხვა შორის ის უთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ რობერტო მარტინესმა დატოვა უკვე ნაკრები რაც ალბათ ლოგიკურიც იყო საინტერესო ისე ვის ჩააბარებენ ამ ნაკრებს თან ამ თამაშიც კარგად დაინახავდი შენს ენდეშის ტრავმის მერე რაღაც უკან მხარე ჩამოიშალა ანუ ხო შეცვლაზე ვინც შემოვიდა რა ვიცი სემედო არა ანუ მენეჯის გასვლის მერე ძალიან გააქტიურდა ის ფლანგი სან გონსალო რამუშის გამარჯვების მონტანი გოლი ხორვატიასთან და ადამიანი 0 წუთი მიიღო არაფერში არ წერია სხვათა შორის აი ამ თამაშზე რასაც ისე დაუკვირდა უხეშად მომხდა მე თვალში აი პირველი მომენტი რომ ორიესაბალის რო იყო და გამაზა 1-1-ზე მანდაც ანუ ვეიგა ჩარჩა რაღაც მეგონა რომ რუბენდიაში და ვეიგა ცოტა ერთმანეთს ვერ უგებდნენ რა თამაშის პროცესში იმიტომ რომ ძალიან ისე იყო თან ჩარჩენილი სამ დამსვლელთან განსხვავებით რო არა მეკარე ჩემედიც უფრო მეტად დაუშვებდა გუნდი გოლის მომენტშიც ანუ ეს აფეზის ხაზი რო იყო გავლებული რო თამაშგარი არ იყო სემედო და ვეიგა ოდნა უკანგანან და აქეთ ამხარეს კანსელო და დიაში ცოტა ხო რუბენდიაში ცოტა აწევლებიან და ანუ აქაც დაცვით ხაზი დარღვეული იყო რა და ხა ესპანეთს რა არა და მაგ სივრცეებში ათვისება ყველაზე ნაკლებად უჭირს ხო იამალი თან ჯერ ბოლომდე არ გახსნილა ჩემი აზრით თან ტრავი დაიწყო ვიცით ბოლოს სეზონის ბოლო ნაწილი გამოტოვა ბარსელონაში არ უთამაშია საერთოდ
ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიიღო და ეხლა ჩემი აზრით იღდგენს იმ ფორმას და ლამინ იამალს რა შეუძლია და რეების გაკეთება შეუძლია. ინგლისზე რას გვეტყოდი? ესპანეთ და პორტუგალია რო იქით გადავდით. მე ტუხელის შემადგენლობას რო ჩავხედე, რო გამოვაცხადა და ძალიან ბევრი ვარსკვლავი რო დატოვა სახლში იმის მიუხედავად რომ ზოგი საკმაოდ ცუდ ფორმაშიც იყო და ესეც აუცილებლად უნდა ითქვას, მე ვთქვი რომ ამ ინგლისს ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა თქო. აი არ ვიცი. სხვათა შორის მე რა განცდა მქონდა ისი რომ ძალიან რთულია ზოგადად მწვრთნელისთვის, როდესაც ძალიან ბევრი ვარსკვლავია გუნდში და სკამზე ბევრი ვარსკვლავს უწევს ჯდომა, იმიტომ რომ იქ სულ რაღაც უკმაყოფილება, ეს ეგოს კონტროლი და მწვრთნელისთვისაც რთულია გადაწყვეტების მიღება. ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი ორივე ინგლისის ფანი არის და ზუსტად მაგას ვეუბნეოდი, რომ მე მგონია თქო რომ რადგან რაც ძირითადი ბირთვი ამან უკვე აარჩია, ვისაც ძალიან ენდობა და დანარჩენი ცოტა უფრო ახალგაზრდები და სამტკიცებელი რო ბევრი აქვს და ენერგიით რო ითამაშებენ, სულ ესეთი მოთამაშე ყავს, მე ვფიქრობ რომ ეს შემადგენლობა უფრო მეც მიცემს, ვიდრე ყველა ვარსკვლავი რო წაეყვანა. მაგალითად აი ფოდენი, პალმერი, გიბსი. ხო, იმიტომ რომ თუნდაც აი 95-ზე წუთზე რო შემოდის ეგეთი დონის ვარსკვლავი, შეიძლება იმას უკვე უკმაყოფილება ქონდეს, იმ ენერგიით არ შემოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალია და ყველას წარმოგუდგენია, რომ ყველა ორმაგი მოტივაციით უნდა იყოს. შეიძლება რაღაც მომენტში იყოს დამაზიანებელი და მწვრთნელისთვისაც იყოს ძალიან რთული, თუნდაც პალმერი დასვას და არ ათამაშოს. არნოლდი საერთოდ არ შეიყვანოს, ფოდენი არ შეიყვანოს და ალბათ რაღაც მომენტში გუნდში სიტუაციის არევას არჩივნა რომ საერთოდ არ წაეყვანა რამოდენი ვარსკვლავი. შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყო და ჯერჯერობით ხა ჯერჯერობით ამაში ფაქტია მივიდნენ და ეთამაშებიან ნორვეგიას, სადაც ძალიან კაი გუნდი არის. თავის ჰოლანდით ოდეგორიც და თავის ვიკინგებით. ამ მომენტში ხოთა შორის ნორვეგიას ბალეში ყოფილი ხა ძალიან მინდა რომ ძალიან ჩემი იტალია არ არის და მეც ხანოვის გულშემატკი რომ ხანოვის გულშემატკი. იტალია უკვე იმდენი ხანი არ არის რომ იტალია აღარც მაგრამ არაფერი არ გვაქვს. ხო, ნამდვილად ხო და ნორვეგია, ჰოლანდია აუცილებლად უნდა ვთქვა, ხო, გამოვყავით ვარსკვლავის პაპე, მესი და სხვები, მაგრამ გენიალური ფორვარდი არის. თან ნორვეგია, იმიტომ მინდა გავიდეს რომ ეს მათი აღნიშვნა მინდა რომ დიდი ხანი გაგრძელდეს კიდე რაც აიკონიკ აღნიშვნა შემოვიდა, რომელიც გონი გაყვება ძალიან დიდი ხანი კი და ნორვეგია, ინგლისი მე რავი, თამამად ვიტყოდი რომ 50-50 არის შანსები. ტოპ თამაში იქნება ჩემი აზრით რა. ინგლისს მე ფავორიტად ნამდვილად ვარ ხედავ მაგ თამაში. აი მგონია რომ თანაბარი ბრძოლა იქნება 90 წუთი და შეიძლება 90 წუთი საკმარისი არ იყოს საერთოდ და 120 წუთი. თან ჰალანდი გოლებზე დაგეშილი. ინგლისი იცის ზედირად ოდეგორმა ზედირად იცის. ითამაშოს ინგლისის ნაკრებთან და თან როგორი მოთამაშეა ხო? ანუ შეიძლება რაღაც ძალიან აქტიური არ იყოს მთელი თამაშის განმავლობაში და უცებ აი ორი გოლი გაგიტანოს. როგორც გაუკეთა ბრაზილიას ხო? მეორე გოლია. მე მაგალითად საერთოდ არ მეგონა მაგ შორიდან თუ დაარტყავდა. მაგრამ რადგან დაარტყე გაიტანა. მიქა მე პირველი გოლი გაბრიელ მაგლიაესი რომელიც მთელი სეზონი ერთმანეთს დაუყოვდნენ. აი იყო მთელი წელიწადის გამო. ხო, გააკრო უცებ თვითონ არ იყო. ნუ მოკლედ საოცარი ფორვარდი არის, ამას ამტკიცებს თვიდან თვემდე და ტურნირიდან ტურნირამდე და თან ისიც ინტრიგაა, ხო? ნახე, ნორვეგია ალბათ კლასიკურად ახლა ცხრიანები გავიღოთ. ჰარი კეინი და ერლინგ ჰალანდი. ეს არის დღევანდელ ფეხბურთში ორი საუკეთესო ცხრიანი. ალბათ მაგასთან ახლოსაც ვერ მიდიან. გავიგეთ, გასაგებია რომ ბაპე ახლა ცხრიანზე თამაშობს, მაგრამ ცხრიანს ვერ ვეძახით ბოლომდე რა და ეს ორი მოთამაშე არის ის, ვინც ყველაზე დიდი პრეტენზია აქვს იყოს საუკეთესო ცხრიანი. ინგლისი ისე გავიარეთ რომ კეინი არ შევაქეთ და აუცილებლად უნდა ითქვას რომ საოცრება ძალიან მაღალი დონის ფორვარდი არის. კი, წლებია უკვე ესე არის და ამ ტოტენჰემში ყოფნის გამო ხოდაშორის ალბათ ეგ ის არ ქონდა რომ აი საუკეთესო ცხრიანია. ცოტა მეტად დაუფასებელი აღმოჩნდა ხო კარიერის ბოლოს. დაიწყო ხალხმა დაფასება აი 30 წელს. 4-5 წელს ადრე რო წასულიყო ბაიერნში ან თუნდაც ნებისმიერ კლუბში ბევრად დაფასებული იქნებოდა დღეს კეინი რა და ნორვეგიამ რო გამოაგდო ბრაზილია ეს ამბავიც უნდა ითქვას ხო? იტალია ვახსენეთ ხოდა შორის ამ ფენტეზის ყველა ბრეკეტში ბრაზილია ნორვეგია სვახვედრები და ყველგან ნორვეგია გამყავდა. მართლა. კაი. არ გამომივიდა ეს ბრეკეტ ბოლომდე რა. რაღაც თამაშები ვეღარ დავამთხვი, მაგრამ ბრაზილიასთან ნორვეგიას მომაგებინე ყველგან. და ეს ინგლისის სამუნდიალო შემადგენლობა რო თქვით, ჩემი აზრით ბრაზილიის სამუნდიალო შემადგენლობა ძალიან ბევრ კითხვას ტოვებდა, ხო? იქ პირველ რიგში ჟუაო პედრო ადამიანი რომელიც ალბათ მოდი პირდაპირ ვიტყვი რომ ამ წამს ბრაზილიის საუკეთესო ცხრიანი არის. ასე ადგედა სახში დატოვო თან რა ჩელსიში იყო საუკეთესო ხო საშინელი სეზონი ქონდა. გონი პაპაკარლო ცოტა აი გამოცდილებას და ასაკერ მოთამაშებს უფრო ენდო რაღაცა ეგრე ვფიქრობ. აი ნეიმარიც
აი ხელები ამიწევია, ყოველთვის მიყვარდა, ყოველთვის მომწონდა მის თამაში, როგორ არ უნდა მაგრამ ნეიმარი ალბათ მაინც უნდა ყოფილიყო რა. არა, გეთახმები, არ დააშავებდა მისი იქ ყოფნა. ანუ ნეიმარი, ლუის ენრიკე, იქ იყვნენ კიდე დანილო ალექსანდრო, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც უბრალოდ არაფერ შუაში არ იყვნენ იმ სამს. ნუ მე ნეიმარზე ფიქრობ რომ მაინც უნდა ჩაესვათ, მაგრამ აი დანარჩენი მოთამაშეები რაც ჩამოთვალე. აი იგორ ტიაგო, გასაგებია, ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ არა თამაშა საერთოდ, ანუ თუ არ იყენებ არა, მაშინ ჟოო პედრო უნდა წაიყვანა, რომელიც გამტანი არის და ნუ რა ვიცი, მოკლედ მე ცოტა არ გამიკვირდა სავით რო არ მოგატყო ბრაზილიის ესეთი წარუმატებლობა. ერთი რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, კიდე რას ფიქრობ ამერიკა, ბელგიის თამაშზე და მაქამდე განვითარებულ მოვლენებზე. ესეც ალბათ მე ითქვას, რომ ტრამპმა რო ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არა რა მოატრიალა ყველაფერი. აი, ეგეთი რაღაცა რა მოხდა ვერ გავიგებ. ხო, ანუ ძალიან უცნაური არის და ალბათ რავი, ხა ეგეთი რაღაც ან ფეხბურთს უფრო არ უნდა აკადრო რა. მე ნახე როგორ ეხა დავებოდნენ ბელგიის ლუკაკუს გოლის მერე იყო. ხო ეს ტრამპის ცეკვის და მე გასახდელის კადრების დაიდო, იქაც თელი ამბები ქონდათ. იქ თლიანად ქვეყანა დაამარცხეს, მთავრობა და ყველა. ჩემი აზრით ბელგიის ნაკრებმა აი მაგ განცხადების და იმის შემდეგ რომ უკვე ბალოგუნი ითამაშებდა ამ თამაშს, ბევრად დიდი მუხტი მიიღეს და ორმაგად გაბრაზებულები გამოვიდნენ მოვიდანზე, რომ არ მხოლოდ მოეგოთ, ანუ გაენადგურებინათ ამერიკის ნაკრები და გააკეთეს. ამაგრად ითამაშეთ თორემ, დამეთანხმები რომ ბელგია ძალიან ცუდი თამაშები იყო. საერთოდ სენეგალს სისულელები რო არ მოხდარიყო ბოლოს. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა შარლემ და ფენომენალური თამაში, ხო? არა აფას ეს ეკვიჩი. მილანში და ხა კი დაამტკიცა როგორი კარგიც არის. ხო, ნუ მოკლედ. მაგაღნიშნოს ეტყობოდა როგორი გაბრაზებული იყო ბელგიის ნაკრები რა. მაგრამ არ ამგონია რომ სენსაციები ესპანიასთან ხო ესპანეთთან არა მეც ცოტა მეეჭვება რომ რამე შანსი ქონდათ მაგრამ ბრძოლა მაინც საინტერესო იქნება სენსაციები ბრაზილიის გავარნა თქვი და ასევე გერმანია და ნიდერლანდები უფრო ადრე დაგონშვიდობდნენ მაგრამ მე სენსაციას არ ვეძახი ამ ყველაფერს იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე ნაკრები ჩემთვის ძლიერ ნაკრებად არ ითვლება. მუნდიალზე არის. წელა რო თქვით რომ მარტინეს პორტუგალიის ნაკრებიდან გაუშვეს, ასევე გაუშვეს ნაგელსმანი გერმანიიდან და თითქმის გადაწყვეტილია რომ იურგენ კლოპი ჩაიბარებს ბუნდეს ნაკრებს, რაც ძალიან მაგარი რაღაც არის და ასევე კუმანი გაუშვეს ნიდერლანდებიდან, ნავი ძალიან მაინტერესებს ხო ვის დააბრუნებენ, ან რამდენ ხანში დააბრუნებენ კუმანს ისევ არ ვიცი. ჰოლანდიაზეც რო ვთქვათ, უკანა დაცვის ხაზი რეალურად ძალიან ძლიერი დაცვის ხაზი ყავდა. რა ფრენკი დენ გრაუნბერხი ინდერსიც უშვებდა. არა, ძალიან მაგათვის ცნელება მოკლედ ძალიან ბევრმა დააღალატა ჩემი აზრით ამ მუნდიალზე შემადგენლობები. მაგრამ ხო იქიდან გამომდინარე რა სახელი არის ეს გერმანიას და ნიდერლანდების ხო ცოტა სენსაციად ითვლება, მაგრამ კი არა, მაინც ყვირის თან გამოვარდნენ არამერვე ფინალში უფრო მანამდე გამოვარდნენ და პირველივე ეტაპზე გამოვარდა ორივე გუნდი. კი, ნუ მოკლედ ხო, მაინც გინარგინა სენსაცია ცოტათი მაინც არის. ხო, ნუ მოკლედ ეს ერთი ეხლა საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ეს მერვედფინალები ძალიან საინტერესო იყო რა. გეთანხმები კი და იმედს გვიტოვებს რომ მერვედფინალები უფრო საინტერესო იქნება და ნელ-ნელა უფრო და უფრო დაიძაბება და ფინალში უკვე კულმინაციას მივიღებთ რა. კი და მართლა კარგი თამაშები გოლდება წინ და კომენტარებში უნდა დაგვიწეროთ აუცილებლად თქვენი აზრით ვინ არიან ფავორიტები, ასევე რა ვინ გახდება მთავარი ბომბარდირი, იმიტომ რომ ბომბარდირთან დავაში ისეთი ამბები ხდება რომ დღეს საუკეთესო მოთამაშე ვინ გახდება, ესეც ძალიან ისეთია, ხო? ისე 11-ეული ძალიან საინტერესო იქნება. ნუ შეტევაში ალბათ ყველაზე ბანალურად ხაც ბაპე, მესი და ჰალანდი შეიძლება იყვნენ. კეინი რატო არა? ხო, კეინი. აი ოლისე რატო არა? ნორვეგია ძალიან მაინტერესებს 11. ნორვეგია ინგლისიდან ვინც გავა ალბათ 11-ულისკენ უკვე ის გაიწევს რა. 11 კადრში ერჩევენ ძალიან მაინტერესებს. ხო, რთული იქნება. ხო, მოკლედ. შევაჯამოთ საინტერესო იქნება. მერვედფინალი. ბევრი საუბარი ხა მეტი აღარ მოგვიწევს, იმიტომ რომ წინ გველოდება უფრო დიდი ამბები. ჩვენ მაყურებელს ის უნდა უთხრათ, აუცილებლად უნდა გამოიწერონ, როგორც ლაგაძე და ჯორჯიას, ასევე ბაიბით ჯორჯიას სოციალური ქსელები, სადაც როგორც დასაწყისში გითხარით, ძალიან საინტერესო გათამაშებები გვაქვს და დრო არის მუნდიალამდე, მუნდიალის ფინალამდე, უფრო სწორად და ჩართვა და მონაწილეობის მიღება კვლავ შეგიძლიათ. კომენტარებშიც ასევე თუ იაქტიურებთ, ძალიან გაგვიხარდება, როგორც წამო თქვით, რომ ფავორიტებზე, ბომბარდირებზე ან თქვენი აზრი რომ დააფიქსიროთ. და ნუ რა ვიცი მოკლედ კონცერტი საინტერესოა ჩვენს მე პასუხს გავცემთ და კი აუცილებლად შემდეგ ჩაწერის დროს კომენტარებსაც მიმოვიხილავთ რა საინტერესო გამოგვივიდეს ან რომ პირველისთვის ხო პირველი ჯერისთვის საინტერესო იყო და მოკლედ რა ვიცი მოკლედ დავემშვიდობოთ მაშინ მაყურებელს და მომავალ შეხვედრამდე